პრესის დაყენება ბევრისთვის ერთ-ერთი მთავარი მიზანია ვარჯიშის დაწყებისას. ჩემთვისაც ეგრე იყო, მაგრამ დიდი ხანი ვერ ვხვდებოდი რა უნდა გამეკეთებინა, ან რას აკეთებდნენ სხვები თითქოს ყველანაირი ძალისხმევის გარეშე შედეგი რომ ჰქონდა. სანამ არ მივხვდი, რომ იღბალი გენეტიკა ან რომელიმე ცხიმის მწველი საჭმელი არაფერ შუაში იყო, არაფერი გამომდიოდა. და ბოლოს როგორღაც გავარკვიე, რომ პრესის დასაყენებლად სულ ორი რაღაცაა საჭირო. პირველი კუნთის გაზრდა და მეორე იმ ცხიმის მოშორება, რომელიც ამ კუნთს ფარავს. მეტი არაფერი. მაგრამ ორივე მიზანი თავის სტრატეგიას და გეგმას მოითხოვს. ამ ვიდეოში გასწავლი ზუსტად როგორ გამოიყურება ეს მიზანი. მოდი დავიწყოთ ვარჯიშით. ხშირად გვავიწყდება, რომ მუსლის კუნთებიც ჩვეულებრივი კუნთებია და ისევე როგორც მკერდის, სურგის ან ნებისმიერი სხვა კუნთი, ისიც მოითხოვს ვარჯიშს იმისთვის, რომ გაიზარდოს და გამოიკვეთოს. მაგრამ პრესის ვარჯიში ხშირად არასწორად ესმის ხალხს. ზოგი საერთოდ არ ავარჯიშებს და ფიქრობს, რომ სხვა ვარჯიშების დროს საკმარისად მუშაობს როგორც სტაბილიზატორი და ზოგი ძალიან ბევრ გამეორებას აკეთებს, მაგრამ მხოლოდ სხეულის წონით. დასაწყისისთვის ესეთი ვარჯიში კარგია, მაგრამ რაღაც დროის შემდეგ 2 წუთი პლანკის კეთება ძალიან მარტივი ხდება და შესაბამისად ეფექტურობასაც კარგავს. ბიცეპსის გაზრდა რომ გინოდეს, ერთი და იგივე 10 კილოთი ხომ არ გააკეთებდი 100 გამეორებას უსასრულოდ. ზუსტად იგივე პრინციპით პრესის გასაზრდელად მათი სერიოზულად ვარჯიშია საჭირო. რაც ნიშნავს შედარებით რთულ წინააღმდეგობებს, გაკონტროლებულ მოძრაობას და პროგრესულ დატვირთვას. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველა პრესის ვარჯიში ზედმეტად კომპლექსური უნდა იყოს. ხშირად ყველაზე ეფექტური ვარჯიშები ყველაზე მარტივიცაა. პრესის ვარჯიში ტროსით მაგალითად. იგივე ხერხემლის მოხრის მოძრაობაა, როგორც ჩვეულებრივი პრესის ვარჯიშისას, მაგრამ აქ წონის დამატება შეგვიძლია. ფეხების აწევაც კარგი ვარჯიშია, თუ ღერძზე დაკიდება შეგიძლია ცოტა ხნით მაინც. აქ წონის დამატება შედარებით რთულია, ამიტომ გართულება შეგიძლია ფეხების გაშლით ან უფრო მაღლა აწევით. მაგრამ ერთი რამ, რაც უნდა გაითვალისწინო ნებისმიერი პრესის ვარჯიშისას, არის რომ უნდა ეცადო ხერხემლის გაშლა და მოხრა ბოლომდე. ხშირად დავიწყდებათ ხოლმე ეს და ვარჯიშებს აკეთებენ გამართული დაფიქსირებული კორპუსით. ამ დროსაც მუშაობს კუნთი რა თქმა უნდა, მაგრამ კუნთის ბოლომდე გაწელვა და შემდეგ შეკუმშვა ბევრად უფრო ეფექტურია მის გასაზრდელად. ასევე მნიშვნელოვანია, რომ პრესი ავარჯიშო ისე როგორც ნებისმიერ სხვა კუნთს ავარჯიშებთ. კვირაში 2-ჯერ ან 3-ჯერ ვარჯიშებს შორის დასვენებით. აირჩიე 1 ან 2 მოძრაობა ყოველი ვარჯიშისთვის და შეასრულე სრული მოძრაობები კონტროლის ქვეშ, პროგრესულად და ხარისხიანად. პროგრესი შეიძლება იყოს გამეორებების დამატება, ტექნიკის გაუმჯობესება, ტემპის შენელება ან მისვლების დამატება. ეს მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ნელ-ნელა სამუშაოს თუ არ ართულებ, შენს კუნთებს ადაპტაციის ანუ გაზრდის მიზეზი არ ექნებათ. ერთი საბოლოო ნაწილი ფიზიკური აქტივობიდან, რომელიც ხშირად დავიწყდებათ ხოლმე, არის მსუბუქი კარდიო. უბრალოდ სიარული ძალიან დიდ როლს თამაშობს ცხიმის დაკლებაში. ზრდის ყოველდღიურ ენერგეტიკულ დანახარჯს და თან ძალიან დამღლელიც არ არის. დაახლოებით 7000-დან 10000 ნაბიჯამდე დღეში სისტემატურად სერიოზულ შედეგს გამოიღებს განსაკუთრებით კვირების და თვეების განმავლობაში. არა როგორც პრესის ვარჯიშების ჩამანაცვლებელი, მაგრამ როგორც დამხმარე აქტივობა ცხიმის დასაკლებად. ვარჯიშიდან სულ ეს არის, ახლა გადავიდეთ დიეტის ნაწილზე. როცა პრესის კუნთები საკმარისად განვითარებულია, შემდეგი ნაბიჯი არის იმ ცხიმის მოშორება, რომელიც მათ ფარავს. აქ ხშირად იმედგაცრუების შეგრძნება აქვთ ხოლმე, იმიტომ რომ შეიძლება დიდი კუნთები გქონდეს, მაგრამ ზედმეტი ცხიმი თუ აქვს მუცელზე, ისინი მაინც არ გამოჩნდება. ანუ რაც არ უნდა ივარჯიშო, მარტო ვარჯიში საკმარისი არ არის. არც მუცლის ცხიმის დაკლებაა შესაძლებელი ვარჯიშით. ზოგადად ცხიმის რომელიმე სპეციფიკური ადგილიდან გაქრობა შეუძლებელია. ცხიმის კლება სისტემურად ხდება. ანუ მთელ სხეულზე და სხვადასხვა სიჩქარით სხვადასხვა სხეულის ნაწილზე. მაგალითად, მე შეიძლება ჯერ ხელებზე დავიკლო ცხიმი და ბოლოს მუცელზე. ან პირიქით ჯერ მუცელზე და ბოლოს ხელებზე. ეს გენეტიკაზეა დამოკიდებული. ანუ პრესების კეთებით მუცელზე ცხიმს ვერ დაწვა. ერთადერთი რეალური გზა ცხიმის დასაკლებად არის სისტემატურად იმაზე ნაკლები ენერგიის მიღება, ვიდრე ყოველდღიურად ხარჯავ. მნიშვნელობა არ აქვს რამდენს ვარჯიშობ, რამდენად ჯანსაღს აკვებს ჭამან, რამდენ წყალს ვსვამ. თუ კალორიულ დეფიციტში არ ხარ, წონას ვერ დაიკლებ. ამიტომ პირველი ნაბიჯი არის შენი დღიური კალორიული ნორმის გაგება. ეს არის კალორიების ის რაოდენობა, რომელიც გჭირდება შენი ახლანდელი წონის შესანარჩუნებლად. სიმარტივისთვის შეგიძლია ChatGPT-ს ან რომელიმე ხელოვნურ ინტელექტს გკითხო რა არის შენი ყოველდღიური კალორიების ნორმა. სიმაღლეს, შენს წონას და ფიზიკური აქტივობის რაოდენობას ეტყვი და დაახლოებით დაგიწერს. ამის შემდეგ ერთი კვირა ჭამე ამ რაოდენობის საჭმელი და თუ შენი წონა არ შეიცვალა, ეს იმას ნიშნავს, რომ ეს ციფრი მართლა შენი ნორმაა. ახლა შეგიძლია შეამცირო დღიური რაოდენობა 500-ით და ეგ არის. კალორიული დეფიციტი შექმნილია, მაგრამ მხოლოდ ნაკლების ჭამა საკმარისი არაა. რას შეჭამ, ესეც მნიშვნელოვანია. პირველ რიგში ყურადღება უნდა მიაქციო ცილის რაოდენობას.
ცილა გეხმარება ვარჯიშებისგან აღდგენაში, კუნთის აშენებაში და შენარჩუნებაში და ასევე გაძლევს ნაყროვანების შეგრძნებას. მიზნად დაისახე დაახლოებით 1.6-დან 2 გრამამდე ცილის მიღება 1 კილოგრამ სხეულის წონაზე ყოველ დღე. ხორცეული, კვერცხი, პარკოსნები, პროტეინის ფხვნილი დაგეხმარება ამ მიზნის შევსებაში. ბოსტნეული ხილი და მთლიანი მარცვლეული გაძლევს მეტ საკვებს ნაკლები კალორიებით. მაგალითად, კიტრი, პომიდორი და ბროკოლი მოცულობასთან შედარებით ძალიან ნაკლებ კალორიებს შეიცავს. ანუ დანაყრებაში დაგეხმარება. სისტემატურობა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე იდეალური დიეტა. შიმშილი, ნახშირწყლების აკრძალვა ან კეტო აუცილებელი არ არის. უბრალოდ უნდა იპოვო ისეთი საკვები, რომელიც შენს მიზნებს შეესაბამება და ცოტათ სასიამოვნო მაინც არის. იმიტომ რომ თუ გეზარება შენი დიეტის გაკეთება, დიდი ხანი ვერ გაძლევ. ასევე არ უნდა დაგავიწყდეს, რომ სითხეებით შეიცავს კალორიებს. შაქრიანი სასმელები და ნატურალური წვენების ამოღება ავტომატურად ამოშლის ასობით კალორიას შენი დიეტიდან, რაც გაანთავისუფლებს ადგილს ნამდვილი საჭმელისთვის. თან წვენებზე მთლად უარის თქმაც არ მოგიწევს, იმიტომ რომ ძალიან ბევრი უშაქრო ვარიანტი არსებობს. ცხიმის დაკლება ისევე როგორც კუნთის მომატება ხანგრძლივი პროცესია. დამწყებებისთვის დაახლოებით 15% ცხიმის ქვეშ უკვე გამოჩნდება პრესი, რაც არც ისე რთული მისაღწევია, თუ ნაადრევად არ დანებდები და საკმარის დროს მისცემ შენს თავს. ზედმეტად მკაცრი დიეტის მაგივრად სისტემატურად ჭამე ჯანსაღი საკვები, შიმშილის მაგივრად იზრუნე დანაყრებაზე, რომ ტყუილად არ გაირთულო საქმე და მარათონების სირბილის მაგივრად ყოველ დღე იარე სადღაც 1 საათი საშუალო ტემპით. ამ ყველაფერს თუ გააკეთებ და საკმარის დროს მისცემ შენს თავს, შედეგი გარანტირებულია. რომ შევაჯამოთ. პრესის დასაყენებლად პირველ რიგში უნდა გაზარდო კუნთი ფოკუსირებული პროგრესული ვარჯიშებით. შემდეგ გამოაჩინო ეს კუნთი სტრატეგიული ცხიმის დაკლებით და მიეშველო ორივეს გამოსადეგი ჩვევებით, როგორიც არის ყოველდღე სიარული, საკმარის ძილის მიღება და სწორი კვება. ეს მეთოდი სწრაფი არაა, მაგრამ მუშაობს. და რაც უფრო კარგად გაიაზრებ ამ პროცესს, მით უფრო ადვილდება მისი გამეორება. არა მხოლოდ პრესის დაყენებაში, არამედ ნებისმიერ მიზანში, რასაც სერიოზულად მიიღებ. და ისთვის სულ ეს არის, დაალაიქე ვიდეო თუ დაგეხმარა და გამოიწერე არხი, რომ არ გამოტოვო შემდეგ.